მოგესალმებით დანო ძმანო და სხვანო თქვენ წინაშეა Beyond Zero Production. 2025 წელი კინოინდუსტრიაში სერიოზული ცვლილებების წელი იყო. ერთის მხრივ კინოთეატრში აღარ დადის ხალხი და კინოთეატრები კოტრდება. ამის გამო ზოგიერთი ფილმი პირდაპირ Netflix-ი ან სხვადასხვა სტრიმინგ სერვისებზე გამოვიდა და საერთო ჯამში მალე შეიძლება მივიღოთ სურათი, სადაც კინოთეატრების უმრავლესობა დახურული იქნება და კინო გახდება რაღაცა თეატრივით ან ოპერასავით, ანუ შედარებით უფრო ფუფუნების საგანი ვიდრე არის ახლა. და არა ყოველდღიური გართობის. მეორე მხრივ კი ხალხი როგორც იქნა დაიღალა დაუსრულებელი რიმეიქებით, რიბუთებით, Marvel-ის და DC-ის მარად დეგრადირებადი ნაგავი სიუჟეტებით და როგორც იქნა ეს ფილმები წავიდა ზარალში. რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება კარგი შედეგი მიგვაღებინოს, რომ კომპანიები მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე იდეების მეასეთ გადამუშავება აღარაა სარგებლიანი და იძულებული გახდნენ, რომ რაიმე ორიგინალური შექმნან. მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული წელი იყო ჰოლივუდისთვის. რაც შეეხება ფილმების ხარისხს, დიდად შეიცვალა თქო ვერ ვიტყვი, კინოში ისე როგორც ხელოვნების ნებისმიერ დარგში, საშუალო და საშუალოზე ცუდი პროდუქტი უფრო ხშირია, ვიდრე კარგი და შედევრალური. და აქაც ასია, კარგი ფილმებიც იყო, ცუდი ფილმებიც იყო. მე დაახლოებით 60-მდე ფილმი ვნახე 2025 წელს გამოსული და ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ უსწრაფესად მოკლე მიმოხილვას უარესიდან უკეთესისკენ. ერთადერთი რაც აქ არ შევა, ესაა ტოპ 10, რომელიც ცალკე დაიდება იმედია უახლოეს დროში. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და შეუძლებელია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ამ შემდგომ 50 ფილმზე ზუსტად იგივე აზრს იქნება, როგორც მე. აზრი სუბიექტურია, ჩემსა და თქვენ სუბიექტურ აზრებში განსხვავება კი ის არის, რომ ჩემი ჭეშმარიტია. მიყვებით უარესიდან უკეთესისკენ, დავყოფ კატეგორიებად და პირველი კატეგორიაა ტოქსიკური ნარჩენები. ამ კატეგორიას ხსნის, ანუ ჩემი აზრით წლის ფიასკო არის დინამიტის სახლი. ფილმი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო პირველ ადგილზე პოპულარობით IMDb-ზე, სადღაც 2-3 თვის განმავლობაში, რის გამოც გადავწყვიტე რომ მენახა და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არაა ყველაზე ცუდი ფილმი, რაც წლის განმავლობაში გამოვიდა. ყველაზე ცუდი ფილმი იქნება შემდგომი. თუმცა ესაა ფილმი, რომელმაც ყველაზე მეტად მომიშალა ნერვები. რეჟისორი არის კეთრინ ბიგელოუ, ქალი, რომელსაც გადაღებული აქვს მშვენიერი პოლიტიკური დრამა Zero Dark 30. ესაა ფილმი ბინ ლადენის მოკვლის სპეცოპერაციაზე და მოკლედ ამ ქალს ფაქტია რაღაცა ინსაიდები აქვს, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეუძლია ამერიკული პოლიტიკური ვითარების აღწერა და აქაც ეს ხდება. სიუჟეტი არის ის, რომ ამერიკის საწინააღმდეგოდ მოდის ატომური ბომბი და მთელი ფილმის პირველი 40 წუთი არის მზადყოფნა თუ როგორ ხდება პროტოკოლის მიხედვით რა ის მერე რა ხდება, რომელ ნაბიჯს რა მოსდევს, შესრულება არის გადასარევი, კასტი არის ბრწყინვალე და სადღაც 40 წუთში როცა ეს ატომური ბომბი უკვე ძალიან ახლოსაა, ფილმი დროს უკან აბრუნებს, გადავყავართ სხვა პერსპექტივაში და ზუსტად იგივე ისტორიას გვიყვება თავიდან. აღწერის დონეზე ეს ძალიან საინტერესო ჟღერს, მაგრამ დამერწმუნეთ პერსპექტივის შეცვლასთან ერთად არაფერი სხვა არ იცვლება. ზუსტად იგივე ისტორიას გიყვებიან თავიდან, შემდეგ როცა იგივე მომენტამდე მიდიხარ, მესამე იწყება ფილმი თავიდან და დასასრულიც არის უღიმღამო, ეს არის მაყურებლის შეურაცხყოფა და ამის გამო არის ბოლო ადგილზე. შემდეგი მარგალიტი კი მართლაც იშვიათია სამყაროთა ომები. ფილმი, რომელიც ბევრმა ხალხმაც, კრიტიკოსებმა მოკლედ ბევრმა ერთხმად აღიარა მთელი წლის კი არა 21 საუკუნის მთავარ კატასტროფად. მაგრამ ეს უკვე ის შემთხვევაა, რომ რაღაც იმდენად ცუდია, რომ კარგია. თან ბევრი კურიოზული მომენტია. ჯერ ერთი რომ გადაიღეს 2020-ში და რატომღაც 5 წელი თაროზე შემოდეს, კორონას დროს არ გამოუშვეს და ახლა გადაწყვიტეს, რომ იდეალური დრო იქნებოდა ამის გამომზეურებისთვის. შემდეგ ეს არის ყველაზე უაზრო უცხო პლანეტელების შემოსევის ისტორია. ყავს Ice Cube, რომელიც თამაშობს საკუთარ თავს და არის ამერიკის ერთადერთი იმედი, რადგან ამ ფილმის მიხედვით ამერიკის უშიშროებაში ერთადერთი კაცია და ისიც სადღაც ჯანდაბაში ოთახშია გამოკეტილი. ამას კი ემატება ისიც, რომ ნახევარი სიუჟეტის არის Amazon-ის რეკლამა. სიუჟეტის ბოლოს შეგიძლია დაასკვნა, რომ Amazon Prime-ი რომ არა სამყარო ვერ გადარჩებოდა. და არ ვიცი, ერთადერთი აქ რაც შეიძლება ითქვას არის Scorsese-ს უკვე გამიმებული ფრაზა აბსოლუტური კინო. შემდეგი ეგზემპლარია შავი ტელეფონი 2, ასეთებზე დიდხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ასე ვიდეო 3 საათიანი გამოვა. ვიდეო განხილვა არხზე ისედაც დევს და ეს ნამუშევარი დამატებითი დროის დათმობას არ იმსახურებს, რადგან არის ნაგავი, არაფრის მომცემი, უარგისი სიკველი. Drop, სასიკვდილო გზავნილი ან როგორ გავწელოთ 10 წუთიანი სცენარი საათნახევრიანი იდიოტიზმამდე. საერთოდ მეორე ხარისხოვანი იაფასიანი ჰორორები ჩემი ჰობია, მაგრამ ამ ფილმის ყურებისას, როგორც მისი მთავარი პერსონაჟი, ისევე თქვენს ტელეფონებიდან ვერ ამოხვალთ, იმიტომ რომ საათნახევარი ამის მოუწყენლად ყურება შეუძლებელია.
5 ღამე ფრედისთან 2, ანუ კიდევ ერთი სიკველი. საერთოდ ინდი კულტურას დიდ პატივს ვცემ, გინ კინოში, გინ თამაშებში, გინ მუსიკაში, სულ ერთია. მოკლედ, ვინც არ იცით, ეს არის უკვე საკულტოდ ქცეული თამაშების სერია, სადღაც 10 ნაწილია უკვე გამოსული და შემდეგ ამაზე გადაიღეს ჯერ ერთი ფილმი, მერე მეორე. მე პირადად სამწუხაროდ არც თამაშები მომწონს. არც პირველი ფილმი მომეწონა და მეორე რო ვნახე, უკვე დავრწმუნდი, რომ მესამე როცა გამოვა აღარ ვნახავ, იმიტომ რომ ბანძია. ფანტასტიკური ოთხეულით ხსნით კომიქსებზე გადაღებული ფილმების სიას, პირდაპირ გეტყვით, რამ გამაღიზიანა ყველაზე მეტად. როცა ამდენი კარგი კომიქსი არსებობს დაწერილი ფანტასტიკურ ოთხეულზე, რა საჭიროა ავიღოთ მაინდა-მაინც ის სიუჟეტი, რომელიც 2005-ში გამოვიდა და გადავიღოთ თავიდან. ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ აქ სულ შტორმი ორსულადაა. ამაზე პასუხი არ მაქვს, უბრალოდ იგივე ფილმი გადავიღეთ თავიდან, რომ გაგვეყიდა, ჩემ და გასაკვირად ხალხი მაინც არ ხვდავნებული დარჩა, რომ ვაი რა ხანია, კაი კომიქსი არ გადაუღიათო, რაც არ მესმის. ვაგვირდები, რომ თუ ამ ტემპში ვილაპარაკებ, ძალიან დიდხანს გაიწელება ვიდეო, ამიტომ უფრო სწრაფად უნდა მივაყოლო. საბოლოო დანიშნულება, კიდევ ერთი ნაწილი, კიდევ ერთი გაგრძელება, თუ პრიკველი, თუ სიკველი უკვე დროში ავირიე. მიყვარს ეს ფრანჩიზა, მაგრამ დავიღალე, რადგან არაფერი ახალი არ ხდება. ვიცი რომ შავი ჩემოდანის ტოქსიკურ ნარჩენებში ყოფნა ბევრს გააბრაზებს, მაგრამ რა ვქნა, მე იმედგაცრუებული დავრჩი, ზოგს ტოპათში წავდა. საერთოდ ესაა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრი, უფრო ნიშურად რომ მივუდგეთ, როცა პერსონაჟები იკეტებიან მცირე სივრცეში და დიალოგების ხარჯზე ხდება კარტების გაშლა. ნუ დაახლოებით როგორც 12 განრისხებულ მამაკაცში, ხოლო ამ ფილმისგან ველოდი რაღაც Tinker Tailor Soldier Spice და Invitation 2015-ის ნაზავს. საერთო ჯამში კი მივიღეს სუსტი ფსევდოინტელექტუალური სცენარი, რომელიც ვერანაირ სერიოზულ დაკვირვებას ვერ უძლებს და ამ კასტის ასეთ ნაგავზე გაფუჭება ცოდვაა. გადავიდეთ ფიფქიაზე, წლის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, რომელზეც დაკვირვებამაც დამარწმუნა, რომ ადამიანთა ერთობლიობა არის ხროვა, რადგან რაღაც მომენტში ამ ფილმზე გადავლა იქცა პოპულარულ საქმიანობად და მე ვისაც მომუდა ყველამ გადაუარა, ჯერ ეგეთი ცუდი არაა, ბავშვი შეგიძლია მიიყვანოთ, შვენიერი ზღაპარია, უბრალოდ მინუსები რა თქმა უნდა აქვს. მაგრამ რის დამოც დაიწყეს კრიტიკა, არის ცოტა ამაზრზენი. ხალხი, ვისაც სახლში ფიფქივი თეთრი იესოს ხატები უკიდია და მასზე ლოცულობს, ჩირაღდნებით გამოითო ინტერნეტში, ზღაპრის პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობის კანისფერი არ მოეწონა. მეც მაქვს ხოლმე მსგავსი შეხედულებები, ოღონდ როცა ისტორიულ ფიგურაზე მიდგება საქმე, მაგალითად ნაპოლეონის როლი რომ მაიკლ ჯორდანმა შეასრულოს, არასწორი იქნება. თუმცა არა, ნაპოლეონი რომ მაიკლ ჯორდანმა ითამაშოს, ძალიან მაგარი ფილმი გამოვა. მაგრამ ზღაპრის პერსონაჟზე ამ კუდის გამოვმა არის უაზრობა. ხო, და კიდე სახელზე, ანუ Snow White-ზე და ფიფქიაზე ნუ გამოიკიდებით, მაგასაც აქვს თავისი პასუხი. თან საქმე იმაშია, რომ ეს გოგო, რეიჩელ ზეგლერი მშვენივრად მოუხდა როლს. კარგი ხმა აქვს, სიმღერებით ძალიან კარგად იმღერა, მერე ამდენი ნეგატივი რო წამოვიდა, ბევრი სიშტერე ილაპარაკა ინტერვიუებში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მოკლედ, თუ ასე ძალიან მომეწონა ფილმი რატოა ტოქსიკურ ნარჩენებში, იმიტომ რომ ერთი დისნეისადმი, განსაკუთრებით ბოლო დროის დისნეისადმი აბსოლუტური ზიზღი მაქვს, ესაა კომპანია, რომელმაც ყველაფერი იყიდა, მაინც ვერ ძღება და უკვე გადაღებული ანიმაციების ყოვლად არასაჭირო ფილმ ვერსიებს იღებს, რომ კიდე მეტი ფული იშოვოს და მოკლედ ვერ ვიტან ამ კომპანიას. და მეორე ფაქტორი, ამ გემს აქვს ღუზა, რომელიც გემზე უფრო მძიმეა და უბსკულში მიაქანებს და ეს ღუზა გახლავთ გალ გადოტი. გალ გადოტის შესრულება არის ამაზრზენი და დარწმუნებული ვარ, ფილმი ნებისმიერ თარგმანში უკეთესი იქნება, რადგან ნებისმიერი ნახევრად პროფესიონალი გამხმოვანებელიც კი უკეთ გაახმოვანებს, ვიდრე თავად ახმოვანებს საკუთარ თავს. She is more fair than thee. ნოვოკაინი. ფილმი იმ წყებიდან, რომელსაც მიეკუთვნება ადრენალინი, აპგრეიდი და განზ აკიმბო. ტიპით კიბოს ვერ გზნობს და რატომღაც ეს აქცევს სუპერგმირად. მოკლედ, ცუდ ლუდზე მისაყოლებლად წავა. მოახლე, რომლის განხილვა ასევე დევს არხზე, გავიმეორებ, რომ საშუალოზე ცუდია, მხოლოდ ამანდა საიფრიდი არის ბრწყინვალე. და ამ ჯგუფს ასრულებს Die My Love, მოკვდი ჩემო სიყვარულო. გადაიღო ლინი რამსიმ, მთავარ როლებში არიან ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ პატისონი. ალბათ ჯენიფერ ლოურენსის შერჩევის მიზეზი უნდა ყოფილიყო მის მიერ არანოვსკის დედაში შესრულებული როლი, რაც ჩემი აზრით კარიერაში მისი საუკეთესო შესრულებაა. კარგი ისაა, რომ ფილმი ეხება დეპრესიის ტიპს, რომელსაც საკმაოდ იშვიათად ახსენებენ, PPD, Postnatal Depression, Postpartum Depression,
ანუ მშობიარობის შემდგომ დროინდელი დეპრესია, რომელიც მე პირადად არ ვიცოდი საერთოდ რა იყო და საკმაოდ სერიოზული რამეა, ქალების არც თუ ისე მცირე ნაწილს აღენიშნება და თუ დროზე არ მოხდა ამის მიხედვა, საშინაობამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მოკლედ, თუ გინდა 2 საათიანი დეპრესიის ყურება, კი ბატონო. ჩემი პრობლემა ისაა, რომ აქ 10 წუთიანი ეპიზოდი თითქოს მეორდება 12 ჯერ, არაფერი არ ხდება და კი ვიღაცა იტყვის, რომ აი ფილმი დეპრესიაზე როა, დეპრესიული უნდა იყოს თვითონ. მაგრამ რაღაცა მაინც უნდა მოხდეს რა. როგორც დეპრესიაში ხშირად მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ რაღაც საშინელება ხდება, არამედ ის, რომ თითქოს არაფერი არ ხდება და სამყარო გაიყინა. ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ამ ნაწარმოებზე, ამიტომ ზევით, მაგრამ მხოლოდ ტოქსიკური ნარჩენების ზევით. შემდეგი კატეგორია მე, ანუ არც იქით არც აქეთ, ფილმები, რომელსაც დაუწერე 5-დან 6-მდე. და ახლა რომ უკვირდები, აქ ბევრმა ისეთმა ნამუშევარმა მოიყარა თავი, რომელმაც ყველაზე მეტად გამიცრუეს იმედები, უბრალოდ იმით, რომ უკეთესები არ იყვნენ. როგორი ოქსიმორონიც არ უნდა იყოს, ვიწყებთ ბოლო ამოსუნთქვით. ნამდვილი ისტორია ოკეანის ფსკერზე გაჭედილ მყინთავებზე. თავი პრობლემა კი არის ის, რომ 2019 წელს გამოვიდა შვენიერ დოკუმენტური ფილმი, რომელიც 2 თავით უკეთესია ვიდრე მისი მხატვრული ეკრანიზაცია. ერთადერთი კარგი ამ ფილმში არის ის, რომ გადარჩენილები თუ მათი ოჯახები ნახავენ და გაუხარდებათ, რომ მათზე ფილმი გადაიღეს. ზუტოპია 2 წლის ყველაზე ნანატრი სიკველი, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე და ჩემი ძმაკაცი 2 მუტრუკი კინოთეატრში ამისყურებით ძალიან გავერთეთ, მაგრამ სახში დაბრუნებულზე და დროთა განმავლობაში ფილმმა მაინც ნეგატიური შთაბეჭდილება დამიტოვა. და რატო? უბრალოდ იგივე სიუჟეტის გადამღერებაა და მეტი არაფერი. თუ გინდათ, რომ ზუსტად იგივე ფილმი ნახოთ, კი ბატონო, წარბზანდით, ბავშვებიც წაიყვანეთ. პირველში აზრი ის იყო, რომ კაცებლებიც ადამიანები არიან, მეორე ფილმის აზრი არის, რომ გველებიც ადამიანები არიან. მესამე გამოვა, რომ მწერებიც ადამიანები არიან, მერე რომ სცენარეებიც ადამიანები არიან, ბოლოს პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. არა, იმედი აქამდე არ მევა. ძმები ფილიპოების დააბრუნა ის ერთადერთი შემთხვევა ამ სიაში, სადაც კონკრეტული პასუხი არ მაქვს თუ რატო ვერ მოვიხიბლე. ძმების წინა ფილმი დამელაპარაკე ბოლო 5-10 წლის ჩემი ერთ-ერთი საყოველთაო შემოთა ფილმია, ხოლო აი აქ რა მოხდა არ ვიცი. შეიძლება არასწორ განწყობაზე ვიყავი, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ 95 წუთი სიმძიმის და ზაფრის მეტი არაფერი არ მომხდარა. ანუ კათარსისამდე ვერ მივედი, იმიტომ რომ კონტრასტი არ ყოფილა. საათ ნახევრიანი უსასოობა, სადაც შავი და თეთრი არაა, მარტო შავია და იმედიც არ გაქვს. მაინც არ გამოურიცხავ, რომ თავიდან რომ ნახო, ბევრად უფრო მომეწონება და მაინც არავის შევედავები, ვინც იტყვის, რომ ეს არის ძალიან სოლიდური ნამუშევარი. 2025 სტივენ კინგისთვის დიდი წელი იყო. მის ნამუშევრების აურაცხელ ადაპტაციებს დაემატა კიდევ 4. აქედან 2 ძალიან კარგი, 2 ცუდი. ვინაიდან სტივენ კინგის წიგნების მარათონი მაქვს ამ 4-დან, საბედნიეროდ 3 უკვე წაკითხული მქონდა და პარალელური ანალიზის ვიდეოების დადებას გეგმა უახლოეს მომავალში ეგეც. სიაში კი ჩვენ პირველად შეგხვდება გრძელი გასაერთნება, ეს და სტივენ კინგის პირველი წიგნი 18 წლის იყო რომ დაწერა. საკმაოდ კარგი ადაპტაცია შეიძლება და გამოსულიყო, უბრალოდ წიგნი არის ნელი და დუნე და დიალოგებზე მეტი ყურადღება იყო მისაქცევი, ასევე წიგნში ხვდება მაყურებელი, ანუ დამკვირვებელი, ვინც ამ მონაწილეებს აკვირდება და ეს წიგნს ცოტა ექშენს სცენს და ფილმიდან რატომღაც ამოაგდეს. ამასთან შეიძლება წიგნით არ აღფრთოვანდი, მაგრამ დასასრული აქვს ბრწყინვალე. 1 წუთიანი სპოილერი. წიგნი არის ვიეტნამის ომზე, საერთო ჯამში. ეს არის ალეგორია ვიეტნამის ომზე და სრულდება იმით, რომ გამარჯვებული პიროვნება, ვინც ამ გრძელ გასაერთნებაში იმარჯვებს, უბრალოდ უმიზნოდ აგრძელებს სიარულს, იმიტომ რომ მეტი არაფერი არ იცის რა უნდა გააკეთოს. და ეს არის ამ ვიეტნამის ომისგან დატოვებულ PTSD-ზე ალუზია. ეს ფილმში შეცვალეს რაღაცა კრეტინული და სიუჟეტურად გაუმართლებელი ცარიელი დასასრულით. მოსწავლე კაციდან გადავიდეთ მორბენალ კაცზე, ესეც კინგისა, ესეც წაკითხული მაქვს, თან გადაიღო ედგარ რაითმა, კაცი ვისაც ეკუთვნის ნაყინების ტრილოგია, ჩვენი საუკუნის და საერთოდ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომიკური ტრილოგია, რაც არსებობს, ასევე სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ, კიდევ ერთი 2 ისეთი, რომელზეც არ გვიждდები, მაგრამ ბეიბი დრაივერი, უკანასკნელი ღამე სოჰოში, მაგრამ სულ ერთია. ყველა აქ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე მაინც ნანახი გაქვთ, გეცოდინებათ, რომ სტილი ეკრანებიდან იღურება და შეუძლებელია მისი შემომშნელობა. სად გაქრა ეს ყველაფერი არ ვიცი.
გეგონება გადაიღო მაიკლ ბეიმ, ისიც პახმელიაზე. თან წიგნში მოვლენები ვითარდება 2025 წელს და აი ასეთი იდეალური შესაძლებლობა გააფუჭეს. რუფმენი გახლავთ კიდევ ერთი ნამდვილი ისტორიას დაფუძნებული ფილმი, საკმაოდ საინტერესო ამბავია. ჩენინგ ტატუმი როლს უხდება, აქვეა პიტერ დინკლეჯიც. პრობლემაა, რომ პროტაგონისტის სახე საკმაოდ ღრმა არაა. მოტივები, ხასიათები, ბოროტება, სიკეთე წესიერად ვერაა გაშლილი. დასასრული არის ნამდვილი ამერიკული სირცხვილი. როგორც მსგავს ფილმებში ჩვევიათ ხოლმე გიჩვენებენ შემდეგ რა მოხდა რეალობაში. უყურებ ამ რეალობას და ხვდები რამდენად სერიოზული, ღრმა და მწარეა სინამდვილე და შემდეგ როგორ დაამახინჯეს და არარაობა კლიშემდე როგორ ჩამოიყვანეს ის. Cape of Demon Hunter-ები წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰიტი, მინიმუმ ყველაზე ცნობილი ანიმაცია, ეგრევე ვიტყვი რომ სიმღერები ძალიან მაგარია, ამყოლია, დამამახსოვრებელია, კეჩია. პრობლემა არის გადამეტებული პრიმიტიულობა, ჩემი აზრით ბავშვები მეტს იმსახურებენ ვიდრე ერთ უჯრედიანი სიუჟეტებია და ზუსტად იმდენად არ მომწონს Cape of Demon Hunter-ების სცენარი, რამდენადაც მაღიზიანებს ჩვილებს რომ ენის მოჩლეფით ელაპარაკებიან. ბრძოლა ბრძოლის შემდეგ. ვიცი აქ ბევრს აეწვება, მაგრამ ასე მოკლე ფორმატში ვერ ავხსნი კონკრეტულად რა არ მომეწონა ამ ფილმში. მინიმუმ დავიწყებ იმით, რომ PTA თანამედროვეობის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია და ბრძოლას ბრძოლის შემდეგ მის ტოპ 5-შიც არ შევიტანდი. მაინც დავიწყებ იმით თუ რა მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი რამე აქვს ფილმს ძალიან კარგი. მონტაჟი, ოპერატორის ნამუშევარი, ვიზუალი და მუსიკა არის ისეთი უზადო, რომ 2 საათი და 40 წუთი გადის თვალსა და ხელშუა. მეორე, აღმართ დევნის სცენა არის შეუდარებელი და მესამე, ყველა სცენა ბენისიო დელ ტოროსთან ერთად ესაა ფილმის საუკეთესო ნაწილი და იმედია სწორედ ის მოიგებს ოსკარს მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, თუმცა დიდი ალბათობით ანსკარს გარდი ან შონ პეინი დაახევს. ამ ფილმის ქებაც და კრიტიკაც სამწუხაროდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. თუ იტყვი რომ მოგწონს გეტყვიან ლიბერასტი ხარო, თუ იტყვი რომ არ მოგწონს გეტყვიან ფაშისტი ხარო. მე ამ ეტაპზე სუფეხებზე მკიდია რის პროპაგანდას წარმოადგენს და ზოგადად პროპაგანდის წინააღმდეგ არა ვარ. იმიტომ რომ არა პროპაგანდისტული ხელოვნების ნიმუში საერთო ჯამში არ არსებობს. და იმ პროფესიის წყალობით, რომელსაც ვსწავლობ, ფაშისტური და საბჭოთა კინოებით მაქვს სული ამოხთილი, რომელდანაც არც ერთის მომხრე რა თქმა უნდა არა ვარ, მაგრამ კინოს შეფასება შემიძლია. ბრძოლა ბრძოლის შემდეგ აშკარად მარცხენა ფლანგიდან მოდის და აშკარად ანტიტრამპულია. ჩემთვის პირადად აქ ბალანსის პრობლემაა. ერთ მხარეს არის პარაზიტული საზოგადოება, მეორე მხარეს არის არა ფაშისტი ამაზრზენი ხალხი, არამედ უბრალოდ კარიკატურები. პარაზიტები კარიკატურების წინააღმდეგ ძალიან ფეხებზე მკიდია. ტრაგიკომიკული ბალანსიც არ ვარგა, ხან გეგონება კოენების წაკითხვის შემდეგ დაწვის უყურებ, ხან შინდლერის სიას. თუ ერთ სცენაში ბავშვს ყელს გამოჭრიან, მეორე სცენაში ვიღაცას რომ ბანანზე ფეხი აუსრიალდება, იმაზე არ გამეცინება. კიდევ ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ ამ ფორმატში არ ჩაეტევა. დავუმატებ, რომ ფილმს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასასრული, რაც კი ზოგადად მინახავს. გულისხმობ წერილის სცენას, რომელიც არც ერთ კინემატურ სამყაროში არ ჯდება. თუ საპირისპირო აზრზე ხართ, ძალიანაც გულს უნდა იწყვეთ. კრიტიკოსებმა ისედაც ბალანი აულოკეს ამ ფილმს და ოსკარებსაც ყელამდე ჩაიჯიბავს. ასე გადავდივართ შემდეგ კატეგორიაზე, ესა წავარა, ანუ ფილმები, რომლებმაც ერთხელ სანახავად გაასწორა და პრინციპში შემიძლია გირჩიოთ. Until Dawn, განთიადამდე, ფილმი, რომელიც ეფუძნება იგივე სახელწოდების თამაშს, საერთოდ არის Supermassive Games კომპანია, რომელიც ინტერაქტიულ კინოთამაშებს იღებს, ოღონდ ჰორორ ინტერაქტიულ კინოთამაშებს. Until Dawn ძალიან ცნობილია, ბოლოს გამოვიდა Quarry, რომელიც ასევე ვითამაშე და გაასწორა. ფილმი იმიტომ მომეწონა, რომ თამაშის გადაღება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ თამაში გაქვს უამრავი პერსპექტივა და უამრავი შესაძლებლობა, როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რეჟისორი დგება დილემის წინაშე, თუ როგორ შეიძლება ეს ბევრტოტიანი ხაზი გადმოსცეს რაიმე ერთ მთლიანობად და მომეწონა როგორი ორიგინალური გადაწყვეტილებაც მიიღეს. ამასთან საკმაოდ ორიგინალური გამოცდილება მაკავშირებს ამ ფილმთან. ბათუმის კინოთეატრში ვნახე, თან იმ დღეს იყო შტორმი. თელ ქალაქში შუქი არ იყო, კინოთეატრში რო შევედი, სადაც 10 კაცი ვიყავი და იქაც შუქი ჩააქრეს. პირველი 10 წუთი ფილმის მარტო ხმა ისმოდა და როცა როგორც იქნა ეკრანები ამუშავეს, უკან არ გადაახვიეს და იქიდანვე გაგვაგრძელებინეს ყურება, რაზეც ალბათ უფრო უნდა გაუბრაზებულიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში ემოციურ ჯაჭვად იმოქმედა, ამიტომ თლად ობიექტური არ ვარ ამ ფილმის შეფასებაში.
გაიღვიძე მიცვალებულო, ანუ Knives Out 3, ანუ დეტექტივ ბენუა ბლანკის ისტორია გრძელდება. მიყვარს ეს საგა პირველი განსაკუთრებით. აქაც ისტორია საინტერესოა. უბრალოდ ვინ გადაწყვიტა ჰოლივუდში რომ ყველა ფილმი მინიმუმ 2 საათი და 20 წუთი იყოს, არ მისმის. აქაც მთავარი პრობლემა ისაა, რომ სანამ მიცვალებული გაიღვიძებს, შენ გახდები გასაღვიძები. ხეობა The Gorge, რატო არა ეს ფილმი უფრო ქვევით, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომენატრა ეს 2010-იანების თინეიჯერული დისტოპიური მელოდრამები და სუფთა ნოსტალგიის ხარჯზე ფილმმა წაიღო. ეს რო გამოსულიყო 2014-ში, თავის Divergent-თან ერთად იქნებოდა, რა თქმა უნდა, ტოქსიკურ ნარჩენებში, მაგრამ ახლა ნაცნობმა ემოციებმა იმუშავეს. Thunderbolts კი გახლავთ საუკეთესო, რაც წელს გამოვიდა თუ Marvel-ის და DC-ის ფილმებს ავიღებთ. მეორე ხარისხოვანი ნარჩენი პერსონაჟებისგან რაღაცა გამოაცხეს და საკმაოდ ნორმალური გამოვიდეთ. პატარა კონძულზე მცხოვრები მარტოსული კაცი, რომელმაც ლოტო მოიგო, ფულს ხარჯავს იმაში, რომ კუნძულზე ჩამოიყვანოს მისი ცოლის საყვარელი მომღერალი. ამაზეა კუნძულ ვოლის ბალადა. თბილი, ტკბილი, როგორც იტყვიან, საოჯახო ფილმი, არც მეტი, არც ნაკლები. აი, Ugly Stepsister კი ნამდვილად არ არის საოჯახო განსაკუთრებით საბავშვო, იმიტომ რომ ეს არის კონკიას ეკრანიზაცია, ოღონდ ძმები გრიმების შაობნელი კონკიას ეკრანიზაცია. აბსოლუტური ჰორორია, რაღაც კონკიასა და სუბსტანციის ნაზავია და ეს ის შემთხვევა, როცა არ გამოვრიცხავ, მეორე დრო ვნახო, შეიძლება კიდევ უფრო მომეწონოს. Spin fast patienten. მეგობარი. აქ ცოტა მიგარძელებული ვარ, რადგან თითქმის შეუძლებელია ეს ფილმი არ მომწონებოდა. Naomi Watts-ის და Bill Murray-ის დუეტი, პლუს ფილმი არის ძაღლზე, თან ეს ძაღლი არის ჩემი საყვარელი ჯიშის, ანუ დიდი დეინი, მოკლედ ისევ საოჯახო ფილმი, გულს გაგითხოვს, მაგრამ გონებრივ საზრდოთ არ გამოგადგება. პარაზიტის ფურორით გათამამებული Bong Joon-ho მიხვდა, რომ ფული პრობლემა აღარ იყო და დიდი დაფინანსების მოპოვების შემდეგ გადაიღო Miki 17. აქაც ცოტა გაორებული შთაბეჭდილება დამრჩა. სიუჟეტი ეყრდნობა წიგნს, რომელსაც ჰქვია Miki 7, განსხვავება ისაა, რომ იქ 7 ჯერ კვდება Miki, აქ 17 ჯერ. ბოლომდე წაკითხო ვერ მოვასწარი, მაგრამ საინტერესო რამე ჩანდა. საერთოდ ბოლო დროს sci-fi-ზე მაქვს ესეთი კანონი ვეძახი შავი სარკის წესს. ნებისმიერ სამეცნიერო ფანტასტიკის ნახვის შემდეგ ისმება კითხვა, აღემატება თუ არა ეს ფილმი ხარისხით ან მასშტაბით შავი სარკის ერთ სერიას და ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი ნეგატიურად აისახება ფილმის შეფასებაზე. და აქაც პასუხი არის უფრო არა ვიდრე კი. თუმცა პატისონმა როლი მშვენივრად მოირგო, თან 2 როლი, მაგრამ სიუჟეტში სერიოზული გარღვევებია. Bong Joon-ho ყველაფერს მოედო უმეტეს შემთხვევაში მის ნაცნობ თემებს, როგორც სოციალური უთანასწორობა, კაპიტალიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი, მაგრამ აქვე მარკ ბუფალო თამაშობს ტრამპის სახეს. და კორეელი კაცი როგორ აკრიტიკებს ტრამპის რეჟიმს, ცოტა კომიკურია. დაახლოებით ისე ემინემი რო თავისი დაღმასვლისას ბოლო ალბომებში ლამის შავკანიანის პერსპექტივიდან რეპავდა უკვე. მოკლედ რაღაცეებზე გაგეცინება, ტრამპსაც საკაიფო თამაშობს მარკ ბუფალო და ტრამპზე გადაობა როს არ მომწყინდება, მაგრამ ზედმეტად არა Bong Joon-ho-ურად ზედაპირული გამოვიდა ნარატივი. Eat half, work half. Alternating deaths, evens and odds. იორგოს ლანთიმოსსაც გადავწვით, ბუგონია, საერთოდ 3 დიდი ფილმი გამოვიდა, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგორც პოლიტიკური კომენტარი თანამედროვე ამერიკაზე, ესენია ბრძოლა ბრძოლის შემდეგ, ბუგონია და კიდევ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და აქ არ ვახსენებ, ტოპ 10-ში იქნება. ბუგონია პრინციპში გაასწორა, ლანთიმოსის ხრიკები ადგილზეა, დეჰუმანიზაცია, პერსონაჟთა სიფათების გაყინულობა, სრული უემოციობა. ერთ-ერთი ცოტა შევშინდი ვეს ანდერსონივით არ დაიმართოს და საკუთარივე სტილის მონარ გახდეს ეს კაცი. თვლი რომ ყოველ წელს ფილმის გადაღება საჭირო არაა, 2023-ში Poor Things იყო ბრწყინვალე და შემდეგ Kinds of Kindness იყო დაჩქარებული. და ესეც ოდნავ ნაჩქარევად მეჩვენება. ფილმი არის რიმეიკი იაპონური ნამუშევრის, რომლის ნახვაც დამეზარა, ამიტომ პარალელს ვერ გავავლებ. მოკლედ წავა რა, ოღონდ საპოპკორნე დონეზე. The Roses, კარგი ტრაგიკომედიაა, ტოქსიკურ წყვილზე თამაშობენ ბენედიქტ კამბერბეჩი და ოლივია კოლმანი, ენდი სენბერგის და კეიტ მაკინონის აუტანელ წყვილზეც ბევრი ვიცინე. ეს არის რიმეიკი 1899-ში გამოსული The War of the Roses. ორიგინალი არ მინახავს, ნახე მხოლოდ დასასრული და ვიტყვი რომ დასასრული ძველს აქ ბევრად უკეთესი.
მაგრამ მაინც ბევრი ვიცინე და ტოქსიკურ წყვილზე თუ გინდათ ფილმი, ან რავი, წინ თუ განქორწინების გაღალდები გიდევთ და ბიძგი გჭირდებათ, ზუსტად სათქვენოა. Mastermind, ამაზე კრიტიკოსებმა სახე დაიხოკეს, რომ ესეთი არაფერი უნახავთ. Sight and Sound-ის მე-6 ადგილზეა და ვაღიარებ, რომ კინომანებისთვის არის აქ რაღაც ხელჩასაჭიდი, მაგრამ თუ ამ ნერდულ სათვალეს ოდახით მაინც მოიხსნი, მოწყენილობისგან შეიძლება ჩაგეძინოს. მე ორივე მხრიდან შემიძლია დანახვა, ამიტომ გავასაშვალოვე და არის იქ, სადაც არის. ხმელი ფოთოლი, ესეც საავტორ ნამუშევარია, განსხვავებული იმით, რომ ეს ქართულია, სანდრო კობერიძე არის რეჟისორი. ფილმმა საკმაოდ წარმატებას მიაღწია, ქვეყანას სახელი გაუთქვა, იქ კანზე იყო, რაღაც ჯილდოები მოიგო. Sight and Sound-ის ტოპ 10-შია და ვინც არ იცით, ეს არის ყველაზე პრესტიჟული სია, რაც დგება კინომანებისთვის. ეს არის ექსპერიმენტული road movie, გადაღებულია Sony Ericsson-ის კამერით და ხარისხი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორიცაა და თან არის 3 საათიანი. ვაღიარებ, რომ კინოთეატრში რო არ ყოფილიყავი, გადახვევებით ვნახავდი. თან კინოთეატრში ცოტა კომიკური ამბავი შემემთხვა, სადაც 8 კაცი ვიყავით და ჩემს წინ ისხდნენ 4 და ერთ-ერთი გავიდა, არ დაიჯერა რომ ფილმი ამ ხარისხში იყო და გავიდა და ადმინისტრაციას კითხა, რამე ხო არ გეშლებათო. საერთო ჯამში რაღაცა ნოსტალგიურად მაინც დადებითად დამახსოვრდა ეს ფილმი. მომენტებში იყო ძალიან კარგი. ლამაზიაო ფილმზე ვერ იტყვით, აი ეს არის უნიკალურობა. მოკლედ, ერთ-ერთი ფილმია, რომელშიც ხედავ კადრებს და ფიქრობ იმაზე, ეს რო კარგ ხარისხში იყოს, რა ლამაზი კადრი იქნებოდა. და ეს იმდენად ორიგინალური გამოცდილებაა, რომ მარტო ამად ღირს. სანახავად ალბათ ბევრი ვერ გაუძლებს, საფესტივალო 3 საათიანი ფილმია და მთავარისაა, რომ მიხარია, რომ ქართველმა რეჟისორმა წარმატება ნახა. ფორმულა 1 კლასიკური ამერიკული შაბლონური სპორტული დრამა, რაც ნაკლებიც ფორმულაზე ალბათ უკეთესია, იმიტომ რომ მეც კი, რომელსაც არნაირი ინფორმაცია არ აქვს, რაღაც გაზვიადებები ვიპოვე. ნამდვილი მრბოლელების მიიწვიეს, ოღონდ 1-2 სიტყვას რომ მიეცათ და მუნჯ ძეგლებად არ ყოლდათ უკეთესი იქნებოდა. ხო, და კიდე დასასრული, ოღონდ არა სიუჟეტის დასასრული, არამედ აი პოსტკადრივით ფინალური სცენა რაცა, ისეთი რკინა ბეტონის კლიშე ტრეშია. ერთი 5 წუთი ვიცინოდი მაგაზე და მარტო მაგის გამო ღირდა. შემდეგი ორი ფილმის განხილვა არ ხსედევს, ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ, მარტი სუპრიმი, ცოტა უკეთესი სპორტული დრამა, ვიდრე ფორმულა 1, სირატი, ფილმი გადასარევი ატმოსფეროთი, გადასარევი მუსიკით, მაგრამ ასევე ბევრი მინუსით და ბოლო, ანუ წავარას თავში დგას ფილმი პოზა. აი ეს ნამდვილად იშვიათი რამეა. ჯერ ერთი ფილმს აქვს IMDb-ზე 2 და 8. მერე მეორეც მთავარ როლებში არიან ჯეიმს მაკავოი და ეშლინგ ფრანჩოზი. ორივე მათგანი 2024-ში მონაწილეობდა Speak No Evil-ში, ისეთი არაუშავს რა ჰორორია და ტრეილერი ვნახე თუ არა, მეგონა ზუსტად იგივე მსახიობები ადგენენ, მიიღეს მონაწილეობა იგივე სცენარის ხელმეორე გადაღებაში, ოღონდ 1 წლის შემდეგ. მაგრამ საქმე აღმოჩნდა საერთოდ სხვაგვარად. რეჟისორი გახლავთ ჯეიმი ადამსი, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდით იღებს ხოლმე ფილმებს. ამჯერად სკრიპტი საერთოდ არ ქონია, აიღო მსახიობები და უთხრა რომ ილაპარაკეთო და ასე ექსპრომტა და ყველა დიალოგი, თან მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი არის ამაზრზენი, ოღონდ სპეციალურად ამაზრზენი, სიუჟეტი არის ბუნდოვანი იმ დონეზე, რომ ნახევრად ვერ გაიგებ რა ხდება, მაგრამ მე მაინც მომსხვილ დამტოვა და ვცდი აგიხსნათ რატო. ახლა ვცდი დაახლოებით აგიხწეროთ თუ როგორი შეგრძნება ამ ფილმის ყურება. წარმოიდგინეთ, რომ ხართ კლუბში, ბართან ზიხართ, თქვენს უკან საცეკვაო მოედანია, ხმაურია, უკან ცეკვავენ, მუსიკის ხმა, თქვენს გარშემო არავინ არ ზის, მაგრამ 2 სკამის გამოტოვებით არის გალეწილი მთვრალი კაცი, რომელიც ენის ბორძიკით რაღაცას უყვება ბარმენს და შენ ასევე გვარიანად ნასვამი ცდილობ გონებას ძალა დაატანო და ამ ამბისგან რაღაცა გაიგო. აი ზუსტად ეგაა და თან დასასრული აქვს ტყვიას-ტყვიაში აჯენს. სხვა შორის დასასრულმა გამახსენა სცენა წინვალ თამაშიდან რა დარჩა ედით ფინჩისგან, რომელიც ჩემს მეორე არხზე დევს და შეგიძლიათ ნახოთ, ან გადმოწეროთ და ითამაშოთ. როგორც იქნა მივადექით კარგ ფილმებს, უმეტესობას ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ტოპ 10-ში შემეყვანა. პირველი გახლავთ პატარა მოთამაშის ბალადა. ფილმმა ძალიან უცნაური გავლენა იქონია ჩემზე. ყურების პროცესში ვფიქრობდი, რომ არ მომწონდა, მაგრამ როგორც კი დავამთავრე, გამოვანალიზე, რომ ძალიანაც მომეწონა. კოლინ ფარელი თამაშობს, რომელიც ძალიან მიყვარს და რა ვთქვა, ატმოსფერო აქვს ძალიან მაგარი. ატმოსფერო კი ყველაზე უცნაური და რთულად აღსაწერი შტრიხია.
მაგალითად ისევ კოლინ ფარელი თამაშობს ფილმში ბრიუგეში, რომელზეც ვგიჟდები, იმიტომ რომ აქვს ბრწყინვალე ატმოსფერო. მაგრამ სიტყვიერად არ შემეძლია აუხსნა, რატო არის ბრიუგეში გენიალური. ვერ ვიტყოდი, რომ პატარა მოთამაშის ბალადა შედევრია, რეჟისორი ცოტა გაურკვევლობაშია, თან უნდა რომ art house-ი გააკეთოს, მაგრამ თან სიუჟეტი საკმაოდ ლინიალურია. ფილმის პირველი ნახევარი გეგონება, რომ ანკათ ჯემის ბანძ ვერსიას უყურებ, მაგრამ მერე უკვე მაგიური რეალიზმის ელემენტები შემოდის, ცოტა ფსიქოდელიკა შემოდის და თავისებურად ასწორებს. ეს არის ედვარდ ბერგერის ფილმი, ჩვენთვის ნაცნობია ეს კაცი კონკლავით. Caught Stealing, ანუ ქურდობაში ეჭვიტანილი გახლავთ არანოვსკის ჯერჯერობით ყველაზე არანოვსკული ფილმი, ვისაც წარმოდგენა გაქვთ რეჟისორის შემოქმედებაზე, იცით რომ ესაა მაგიური, ფეერიული, არაამქვეყნიური სამყაროების ეკრანებზე გადმომტანი ადამიანი, ხოლო ახლა მგონი მოუნდა რომ გადაიღო ფილმი გაი რიჩის სტილში. და შემდეგ გასაკვირად გამოუვიდა. თლად ბანკოფული ორი ლულის დონის არაა, მაგრამ აი ჯელტმენების დონეზე კი. გავთხილებთ რომ ფილმი საკმაოდ მძიმეა, ვიდრე ველოდი იმაზე ბევრად უფრო შაუბნელი ისტორია აღმოჩნდა და ერთ მომენტზე ყბა ჩამომივარდა. აქვე ზოი კრავიციც, რომელსაც ვქომაგობ და მოკლედ სანახავი რამე არა. საბედნიეროდ კარგი საშინელებათა ფილმებიც არაერთი გამოვიდა და აქ ამ ნაწილში რამდენიმე იქნება. პირველია Weapons, იარაღები, ესაა შავი კომედია. ყველაზე უცნაური იყო ამ ფილმის მარკეტინგი, რომ ეს იქნებოდა ფილმი, რომელსაც ყველას გული ვერ გაუძლებდა. და ხალხი მივიდა ისე, რომ უნდა ინახათ ყველაზე საშიში ფილმი, არა და არის შავი კომედია. შავი კომედია და საშიში ფილმი სხვადასხვა რამეა. და მე და ერთი 4-5 კაცი ვიყავით, რომელიც მართლა იხეოდა სიცილში მომენტებზე და სხვები ისეთი მოქუფრულები ისხდნენ, რომ აი თითქოს სხვა ჟანრში მოხვდნენ. ზოგი მომენტი პირდაპირ ტომი ჯერიდან და ლუნი თუნსის მულტფილმებიდან გეგონება აღებული. მოკლედ მაგარი შავი კომედია და იცით რა არის მაგარ შავ კომედიაზე უკეთესი? კიდევ უფრო მაგარი შავი კომედია და ეს არის მაიმუნი. სტივენ კინგის ნაწარმოებების რიგით მესამე ეკრანიზაცია. ეს ამჯერად გახლავთ მოთხრობა, სადღაც 20 გვერდია მეტი არა და სცენარში რა თქმა უნდა ბევრი რამის დამატება გახდა საჭირო რომ სრულფასოვან ფილმად ექციათ. უფრო საბაზისოდაა აღებული მოთხრობა. არ მინდა რაიმე დაგისპოილეროთ, უბრალოდ გეტყვით რომ ეს არის შავი იუმორის ჩანჩქერი, რომელსაც თავი აუცილებლად უნდა შეუშვიროთ. Everything is an accident. Or nothing is an accident. Either way. Same thing. შემდეგია Larker, მაინდა მეცნობილი ფილმი არაა, ქართულ საიტებზე საერთოდაც არ დევს. ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, ეს არის The Talented Mr. Ripley და Nightcrawler-ის ნაზავი. ანუ ახლოეს წარსული და თუ გინდათ Salt Barn-ი, რომელიც ყველას აქვს ნანახი, მაგრამ ალბათ ცოტა უკეთესი. მოკლედ სიუჟეტი ფსიქოპატზე, რომელიც ცდილობს მენტალური манипуляცია მოახდინოს უკვე არჩეულ მსხვერპლზე. ვერ ვიტყოდი რომ ამ ნიშურ ჟანრში რაიმე ახალი შეიტანა ამ ფილმმა, მაგრამ აი ერთი სიმღერის სცენა იყო გადასარევი, რომელიც გონებაში ამომეშანთა. ვინ ფიქრებდა რომ შიშველი იარაღის რიბუთი შეიძლებოდა საშუალო მაინც გამოსულიყო, იმიტომ რომ ვინ უნდა გაბედოს ლესლი ნილსენთან შეხება? აეროპლანი ალბათ ჩემთვის ყველა დროის ტოპ 5 საუკეთესო კომედიაა და შიშველი იარაღიც სადღაც მანდვე. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ლიამ ნისონიც ძალიან მოუხდა როლს. თან რიბუთი არა რეალურად გაგრძელება გამოდის, იმიტომ რომ ეს პერსონაჟი იმ წინა პოლიციელის შვილია ვითომ. ძალიან აბსურდული სიუჟეტია და ხანდახან ისეთი ტრეშია. აი ოქროს ტრეშია რა. What do you want, little one? Your ass. მე ვიგინებ ესაა ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ჯონ დევიდსონის ცხოვრებაზე. ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს ტურეტის სინდრომი და ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია მსოფლიოსთვის ტურეტისადმი ცნობიერების ასამაღლებლად. გულიანი ფილმია დაახლოებით როგორც წარმოიდგენთ იმდროინდელ ბრიტანეთში როგორი უნდა ყოფილიყო ტურეტიანი ბავშვის ცხოვრება, აი ეგეთია ზუსტად. შესრულება არის გადასარევი, რობერტო არმარიო ბრწყინვალედ ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი რეალურად სადაც 3-4 ფილმში თუ სერიალში მაინც ყავს ნანახი, პირველი ფილმის შემდეგ ის დავგუგლე ამ კაცს ტურეტი ჰქონდა თუ არა. ცოტა უცნაური და გარკვეულწილად ნერვების მომშლელი სკანდალი მოყვა ამ ფილმს. ყველაფერი მოხდა ბაფთის დაჯილდოებაზე, ჯონ დევიდსონი რა თქმა უნდა მიიწვიეს და ფილმის არსი ისაა, რომ ცნობიერება აუმაღლოთ ხალხს, რომ არსებობს ტურეტის სინდრომი. ბაფთის ორგანიზატორები ვერ მიხვდნენ, რომ წამყვანები გაიფრთხილებინათ წესიერად. და წამყვანებს ამ შემთხვევაში მაიკლ ბი ჯორდანს და დელროი რინდოს
N-word-ი ეძახა ბატონმა ჯონ დევიდსონმა და რის შემდეგაც თვითონ შეწუხდა და სადღაც 1 საათში დარბაზი დატოვა. ამაზე ჯერ შავები გადაირიენ, მე თეთრები გადაირიენ, ამაზე გადარევა როგორ გაბედეთო. მერე ხალხი BBC-ზე გადაირია, იმიტომ რომ 2 საათიანი დილეით უშვებდა. მაგრამ დაცენზურება ვერ მოასწრეს, არა და ვიღაცამ იქ Free Palestine-ო იყვირა და ის დააცენზურეს. მოკლედ ესეთი მარაზმული ქაოსია მთელი ცივილიზაცია და ცოტა შეგიძლია თავი იმით დაიმშვიდო, რომ მარტო საქართველოს არაა წყალწაღებული. შემდეგ გახლავთ კომპანიონი ამ ფილმზე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დაგასპოილერებთ, ჰორორია. მე პირადად აქ იშვიათი სპოილერი გამომივიდა ჩემს თავზე, საერთოდ ტრეილერებს აღარ ვუყურებ, მაგრამ ამ ფილმის უბრალოდ ჟანრი ვნახე IMDb-ზე და ერთ-ერთი ჟანრის სათაურით დავსპოილერდი სადღაც 30 წუთიან სიუჟეტზე. ვისაც ნახი აქვს, შეგიძლიათ ვებსაიტზე შეამოწმოთ და მიხვდებით რას ვამბობ. კომპანიონი გახლავთ თანამედროვე, აქტუალური, დალაგებული, ლოგიკურად გამართული საშინაობათა ფილმი, რომელიც უბრალოდ ასწორებს. და კიდევ ერთი ჰორორი, რომელიც კინაღამ ტოპ-10-ში შევიტანე, მაგრამ ცოტა დამაკლდა. ეს არის 28 წლის შემდეგ, ანუ ტრილოგიის მესამე ფილმი, თუმცა არა, უკვე მეოთხე გამოვიდა, რომელიც არ მინახავს და გიზდები საერთოდ ამ საგაზე, განსაკუთრებით პირველზე, რა თქმა უნდა, კილიან მერფის მონაწილეობით და მაგ ფილმზე კიდე ატმოსფეროზე არ დამაწყებინოთ, იმიტომ რომ აი ეგ ცარიელ ქალაქში როგორ დადის კილიან მერფი, აი მთელი ეგ პირველი 40 წუთი არის საუკეთესო ატმოსფერო, რაც შეიძლება კინომ შექმნას. მესამე ნაწილმაც მომხიბლა, სიუჟეტი იშლება, რაღაცა ფართო სურათამდე გავდივართ, თან ცოტა სასიამოვნოდ დაუკრეფავშიც გადავიდა რეჟისორი. რამდენიმე საერთოდ სიგიჟე სცენა იყო და გამოსაშტერებელი და უცნაურზე უცნაური ნარატიული ხაზები და საერთოდ ვინც ამ საგას არ იცნობთ, კარგი დროა რომ ჩაუჯდეთ. სტივენ კინგის უკვე მეოთხე და ამ ვიდეოსთვის ბოლო ეკრანიზაცია The Life of Chuck, ჩაკის ცხოვრება. ესეც პატარა მოთხრობის მიხედვითაა, თუმცა წაკითხული არ მაქვს. რაც უნდა უცნაური იყოს, ჰორორი არაა, უფრო მაგიური რეალიზმი, მისტიკა, ფენტეზი, sci-fi რაღაც ეგეთი სამი დამოუკიდებელი ისტორია, რომელიც საბოლოოდ ერთ ფილმად იკვრება. აქაც არ მინდა რომ რაიმენაირად დაგასპოილეროთ, გეტყვით რომ ესა ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური სცენარი, რაც წლის განმავლობაში შემხვდა და ამიტომაც დავამახსოვრდა და ამიტომ ასე მაღლა. და როგორც იქნა ბოლოში გავედით, ბოლო არის სენტიმენტალური ღირებულებები. დიდი ალბათობით ფილმზე უკვე გსმენიათ, უამრავი ჯილდო მოიგო, მეც ვაპირებდი რომ ტოპ-10-ში შემეყვანა, მოკლედ გადასარევი დრამა, ხოაკიმ ტრიერისა, მთლად მისი წინანამუშევრის, ანუ ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში, მაგის დონის არა, იმიტომ რომ იმ ფილმზე საერთოდ ვაფანადებ, მაგრამ ესეც ბრწყინვალეა, ოჯახური დრამა, საკმაოდ ინტიმური ალბათ რეჟისორისთვის. სანამ ნახავდი, მეგონა იქნებოდა Celebration თუ გაქვთ 1998-ის გერმანული ფილმია ნახი, მაგ სტილში იქნებოდა მეგონა, სადაც სიტუაცია თანდათან იძაბება და ბოლოს ყველაფერი ფეთქდება, მაგრამ არა აქ სრულიად საპირისპიროა, ფილმია, რომელიც ბოლომდე მიიზდევს ჰიჩკოკის მაგიდის ქვეშა ბომბის სტრატეგიას და ბოლომდე არის ნაზად დეპრესიული. The bomb must never go off. ახლა კი ვატყობ, რომ უკვე ხმა თანდათან მეხლიჩება და უნდა შევწყვიტო ლაპარაკი. ამით ეს ვიდეო მორჩა, უარისთან უკეთესამდე როგორც იქნა ჩავედით, დარჩა მხოლოდ ტოპ 10, რომელიც სანამ გამოვა იქამდე ტოპ 11-დან ტოპ 12-დან შეიძლება გადაიქცეს, იმიტომ რომ რამეს კიდე თუ ნახავ გზაში. თუ ვიდეო მოგეწონათ, შეგიძლიათ დალაიქოთ, არხი შეგიძლიათ გამოიწეროთ, შეგიძლიათ ჩემი მეორე არხი შემოწმოთ და ასევე გამიზიარეთ, რას ფიქრობთ ამ ფილმებზე, რომელი იყო თქვენი რჩეული, რომელი იყო თქვენი ანტირჩეული და ასე შემდეგ.